ნაყოფის ეშინოდა. ყოველ ღამით დედა წილიწენს ხაბარს უკითხავდა, შუბლზე კოცნიდა და არწმუნებდა, რომ ის ოთახში არავინ იყო. მაგრამ მან ხომ იცოდა, ის ხედავდა თითები, შავი, გრძელი, მშრალი თითები. ზოგჯერ საწოლის ქვეშ ჩნდებოდნენ, ზოგჯერ კარადიდან, ხანდახან კარიდანაც კი ხედავდა და ამ დროს მუდამ ვიღაცის მძიმე სუნთქვა ესმოდა. ერთ-ერთ ღამესაც დედამ ხაბარი წაუკითხა, შუბლზე აკოცა, შუქი გამორთო და ოთახიდან გავიდა. და ისევ ის გააღვიძა რაღაცის უცნაურმა ხმაურმა, თითქოს ვიღაც კედლებს მღაჭრიდა მის ოთახში. თვალები გაახილა, მაგრამ წვდიათში ვერაფერს არჩევდა. კარის ჭრილიდან გამოჩნდა 10 გრძელი საშინელი თითი, შავი, სუსტი და ხმელი. ისინი მღაჭრდნენ კედელს ზევით ქვევით. კარის უკან კი ისევ ვიღაც იდგა და მძიმედ სუნთქავდა. თავიდან გოგონას გაგანებაც არ შეეძლო. შიშისგან სხეული გაეყინა, მაგრამ შემდეგ, როცა ამ რაღაცამ კარის ნელი გაღება დაიწყო, მან თვალები დახუჭა და ხმამაღლა დაიკივა. დედა მალევე მოვარდა და გოგონას ჩაეხუტა. ის ნაზი ხელებით ეფერებოდა უბას თავზე და ამშვას. ის კი სულტყიროდა და გაჩერება არ შეეძლო. შემდეგ მან გაიგონა დედის ხმა გვერდით საძინებლიდან, შვილოლობა, რა მოხდა, რატომ ტირი. თუ დედა მთელი ეს დრო თავის საძინებელში იყო, მაშინ ვინ ეფერებოდა მას თავზე ასე ნაზად?